აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიხუნ ბაირამოვმა თბილისში მიმდინარე აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა დადებითად შეაფასა. როგორც მინისტრმა განაცხადა, თბილისში მიმდინარე შეხვედრაზე განიხილება თემები, რომლებიც სამივე ქვეყანას, აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს ეხება. ამავე პრესკონფერენციაზე სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სლოვენია მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას. ტანია ფაიონის თქმით, აზერბაიჯანელ კოლეგასთან მოლაპარაკებების დროს განხილული იყო ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები. სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღესვე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც მიიღო. ამ შეხვედრაზე განიხილება თემები, რომლებიც სამივე ქვეყანას ეხება. ეს არ არის ორმხრივი თემები. ჩვენ განვიხილავთ საკითხებს, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს და არ ვეხებით ღია თემებს ჩვენს შორის. დღეს განხილვის საგანი იქნება ტრანსსასაზღვრო მდინარეები და რიგი სხვა საკითხები. საერთო ჯამში ასეთი პლატფორმის ორგანიზაციას დადებით მოვლენად ვაფასებთ.